ღვთის მოქმედად გალობელთა მიმართ არავინ არს მინდა შენ საგარეშე არც ამართა უფალო კაც მოყარე არც ამარადის დაუკუნითი უკუნისამდე ამინ შენ დამკვიდრებული წყალთა ზედა ქვეყანასა გიხილეს რა შექმნთა დამოკიდებული თხემისა ადგილსა მრავლისამე განცუფრებისა შეერყეოდეს და გიგალობდეს არავინ არც მინდა შენ საგარეშე არც ამართა უფალო თვინიერ შენსა
სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ აი ამ წინვალე დღესასწაულს. დაესწარით მრავალს, ახარებულები, ბედნიერები, ჯანმრთელები. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი საქართველო გაბრწყინდეს, გამთლიანდეს, გაძლიერდეს სულიერად რწმენაში. ღმერთი ჩვენ არ მოგატოვებს, ჩვენ დიდი რწმენა გვაქვს ქართულ ხალხს და ამიტომ ჩვენთან არის ღმერთი უკუნითი უკუნისამდე. ჩვენ სახარებაში ამოვიკითხეთ და ვასწავლის წმინდა იოანე მახარებელი ამბობს პირველივე სიტყვაში. სიტყვა იყო ღმერთი, სიტყვა განხორციელდა, სიტყვამ შეისხა ხორცი, მოვიდა ამ ქვეყნად, განკაცდა. ანუ სიტყვა ეს არის თვით თანაარსის ერთ-ერთი ჰიპოსტასი, ანუ ძეღვთისა, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, ეს არის ერთარსება და განუყოფელი. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ეკიდანაც გადაიღო. ეკიდანაც გადაიღო. ეკიდანაც საიდანაც გადაიღო. რომელიც გამოჩნდა. აი როდესაც უფალმა იტვირთა ჩვენი ცოდვები, იმხელა სიყვარული გამოავლინა თავისი ჯვარცმით, ჯერ აქ მოსული დედამიწაზე განკაცებით, შემდეგ თავისი ვნებით და ჯვარცმით. და ჩვენს მთელი აი ამ 50 დღის განმავლობაში ჩვენს უფალთან ერთად უნდა ყოფილიყავით. მისი საქმეები უნდა გაგვეგრძელებინა, მისი ვნებები ჩვენ უნდა გვეთვირთა. ჯვარი უნდა გვეთვირთა, მისი უნდა აგვეტანა გოლგოთაზე, ჩვენს მასთან ერთად უნდა ვნებულიყავით და აი მასთან ერთად უნდა ავდგარიყავით მესამე დღეს, როგორც იგი აღდგა მკვდრეთით, როგორც მან წარმოტყვევნა ჯოჯოხეთი, გამოიხსნა ჯოჯოხეთიდან მართალი ადამიანები და მათთან ერთად ჩვენს გამოგვისყიდა თავისი წმინდა სისხლით, რომელმა მიღვაწა მარხვითა მიიღენათ ალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმა ანცა იმუშაკა პირველი ჟამეთგა მიიღენ დღეს თანამდების სიმართლისა, რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა. მადლობით დღესასწაულობდი, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭუვეულობ, რამე თუ არ არა დაჭირვება არსმისა, და რომელი დააკდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნურარას ორგულებნ და ნუეშილინ, ხოლო რომელი მე-11 ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდები დაყოვნებისათვის, რამე თუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცმოყარე. წმინდა იოანე მახარებელი ამბობს, რომ დაუსაბამო სიტყვაზე საუბრობს. ეს სიტყვა, რომელიც განკაცდა იყო დაუსაბამო და იგი იყო უწინარეს ყოვლისა საუკუნისა. ესე იგი, სანამდე გაჩნდებოდა სიცოცხლე, სანამდე დედამიწაზე ადამიანი დაიდებდა ბინას, მანამდე იყო უფალი, მანამდე არსებობდა. მოვიდა იგი შემქმნელი ვერ იცნეს შექმნილებმა. ანუ ჩვენ იგი ტანჯეთ, ჩვენ იგი ვაწამეთ, ვავნეთ, აი ასე დაიმდაბლა თავი. არ იცოდა რომ მას ვნებდნენ, იგი ჯვარზე ავიდოდა, იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი სიყვარულის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მისი ვნება. იესო ქრისტე გუშინდა დღეს
და იგი არის უკუნისამდე. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც გვასწავლა ჩვენ თავმდაბლობა, ჩვენ გვასწავლა ერთმანეთის სიყვარული, გატანა, პატივისცემა. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! იგი არის ჩვენი მაცხოვნებელიც, როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, ჩვენ ნუ შეგვეშინდება სიკვდილის რამე თუ სიკვდილი განკარდა, სიკვდილი იგი რომელიც იყო მაცხოვრამდე და დღეს რომელიც სიკვდილიც არის, შეიძლება გავაიგივოთ დიდ კოცონს და პატარა სანთელს. ამიტომ ეს სიკვდილი არაფერია, თუ სიკვდილი არ იქნება, თუ გარდაცვალება არ იქნება, უფალთან შევხედრაც არ იქნება. თუ ჩვენ არ დავეფლებით, შთავეფლებით, ისე ვერ ავდგებით, როგორც თუ არ ვიტანჯეთ, თუ არ ავედით გოლგოთაზე და ჯვარზე არ გავეკარით მაცხოვართან ერთად, ისე ვერ ვიგებებთ ავდგომის სიხარულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. თქვენ ხართ ის მენელსაცხებლე, იმ მენელსაცხებლე დედების მსგავსად თქვენს დღეს ბოლომდე გაჩერდით აი აქ და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი საქართველო გადარჩეს, გადარჩება კიდევაც, ჩვენ ვილოცოთ ამაზე, ჩვენი სულები ვიცხოვოთ და საქართველოს გადარჩება. ქრისტეას გამკვდრეთით სიკვდილითა, სიკვდილისა და მღრუნველი და საფლავებში ნათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ვრეთი დაავდგომელმა ქრისტემმა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეუღლეთა ყოვლად უცხელისა, დედისაფისა და წმინდათა დიდებულთა ყოვლად გებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა, მამათა ჩვენ და ყოველთა წმინდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახირას და გასწყობარე. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, ოჯახების სიწმინდე გადაარჩენს ჩვენს საქართველოს. უწმინდესმა უკვე წაიკითხა იქ ეპისტოლე და თქვენს, როდესაც მიბრძანდებით სახლებში,
გაეცანით აი ამ საავდგომო ეპისტოლეს, წაიკითხეთ გულდასმით და ის ყველაფერი რაც წერია აი ამ ეპისტოლეში ჩვენა გადმოიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. ეს მთელი 7 დღე, ეს პასექი, ანუ არის 7 ბრწყინვალე, ეს 7 დღე არის ბრწყინვალე შვიდეული არის ყოველფრით ხსნილი, ხორცითაც, თევზითაც და ყველაფრით. პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველიდან ღვთისათანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისცა არცა ერთი რა იქნა. რაოდენი რა იქნა მისთანა ცხოვრება და ცხოვრება იგი იყო ნათელი კაცთა და ნათელი იგი ბნელს აშინა სჯას და ბნელი იგი მას ვერ ეწია. იყო კაცი მოვლენებული ღვთისა მიერ და სახელი მისი იოანე. ესე მოვიდა მოწამე რათა სწამოს ნათლისამისთვის, რათა ყოველთა რწმენეს მისგან. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რათა სწამოს ნათლისამისთვის. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალი სოფლა. სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა. ღვთისთანა მოვიდა და ღვთისთა იგი არა შეიწყნარეს. რამე თუ რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოუსცა მათ ხელმწიფებაი, შვილ ღვთისაყოფად, რომელთა რწამს სახელი მისი, რომელი არა სისხლთაგან, არცანებითა ხორცთათა, არცანებითა მამაკაცისათა, არამედ ღვთისაგან იყვნენ და სიტყვა იგი ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდ მშობელისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. იოანეს წამა მისთვის აღად ჰყოდა თქვა. ეს იარს რომლისათვის იგი თქვ, რომელიც ჩემსა შემდგომად მოვა, ჩემსა უწინარეს იყო რამე თუ ირველ ჩემსას და სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ და მადლისაცი, რომელიც ჯული რამე თუ ჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქნა. აი ამ 7 დღის განმავლობაში იკითხება პასექის ჟამი, არ იკითხება ძილად და ძილის შემდეგ ლოცვები და შემდეგ უკვე როდესაც ანუ კვირის მერე უკვე ჩვეულებრივ წავიკითხავთ დილესაღამოს ლოცვებს. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგახაროთ ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჩვენთან ერთად ზეიმობს ზეციური იერუსალიმიც. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია, რომელმაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად. ხოლო ის ეკლესია, რომელიც არის ზეცაში, ეს არის მოზეიმი, რომელიც ზეიმობს და ჩვენს გვეზეიმოს, ჩვენს ყოფილიყავით უფალთან უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენ დაგვისწრენ დღეს აქ ჯარისკაცები, რომელიც იცავენ ჩვენ საქართველოს, ღმერთმა დაალოცოს ეს ადამიანები, ღმერთმა გაახაროს და დიდხანს ამყოფოს საქართველოს სიყვარულში ამინ. ღმერთმა დაგლოცოს. Hasta
სახელითა მამისა სახელითა მამისა ქრისტე ազდგა ქრისტე ազდგა ქრისტე ազდგა Sigudi,